მოგესალმებით, ეს არხი გუჯაც გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ Skoda Octavias. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ნიკოლოზ კოტაშვილს აი ესეთი კარგი საჩუქრისთვის. იმიტომ რომ Skoda ჩემ კოლექციაში ალბათ ფიქრშიც არ იქნებოდა. ხო, გეგმაში ყოველ შემთხვევაში არ გქონდა. მოგესალმებით. დიდი მადლობა ნიკოლოს ესეთი განსხვავებული საჩუქრისთვის. ხო, ჩემი მანქანებისგან ძალიან განსხვავებულია Skoda. თან ყველაზე ძალიან რა გაგვიხარდა, რომ ჩვენ მასშტაბს დაუბრუნდით უკაცრავად. ხო. ჩვენ 1.53-ში დაუბრუნდით როგორც იქნა. ხო, ჩვენს მასშტაბს დაუბრუნდით. და რა ვიცი, გამოიწერეთ არხი. და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ, დატოვეთ კომენტარები და რჩევებიც დაგვიწერეთ. აუცილებლად. წარმოებელს ვიტყვი და მე. კი ბატონო. ეს წარმოებელი ჩეხება არ მქონია. ეს წარმოებელი არის ჩეხური წარმოებელი Ebro. Skoda-ც ჩეხურია. კი ბატონო. და თვითონ Ebro-ც ჩეხური არის, თუ არ ვწდები 98 წლიდან მცდელობები იყო, რომ მოდელები გაეკეთებინათ. 2003-ში თუ არ ვწდები, პირველი მცდელობა იყო და ვერ გააკეთეს და პირველი მოდელი 2004-ში გამოუშვეს და იყო Skoda Octavia. და მე მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ გაკვდეს რა. ხო. მთელი კომპანია ყველაფერი წაიღეს 2006-7 მე აღდგენა მოუწიათ აღადგინეს და დაჟე მუზეუმიც კი გააკეთეს თავისი და ჩეხეთის ბაზარზე რაც კი მანქანები გამოდის ჩეხურები რაც არის ხო იმათ აქვთ ოფიციალური ლიცენზიები აღებული კონკრეტულად კი ჩეხეთის ბაზარისთვის კი და არა მარტო ჩეხეთის ბაზარისთვის, აგერ საქართველოშიც აღმოჩნდა. ეს ვიცი რომ ჩამოიტანეს. ხო, ჩეხეთიდან ჩამოუტანეს საჩუქრად და მან კიდე ჩვენ გადმოგცა განხილვისთვის. ჩვენი განხილვისთვის და ჩვენი კოლექციის. ძალიან ლამაზად დეტალიზაცია მომწონს. ხო, მაგას ჩვენ როგორც ვაკეთებთ ხოლმე სტანდარტულად ახლო კადრებში გაჩვენებთ. კი ბატონო. ჩავსვათ მაგას აუცილებლად. რაც შეეხება Skoda-ს. აი ეს არის ყველაზე საინტერესო. Skoda და Skoda-ს ისტორია. Volkswagen-ის მფლობელობაში როგორც ვიცი. ეს დღესდღეობით კი ბატონო. და სხვათა შორის მეოთხე კომპანია იყო, რომელიც შეერწყა Volkswagen-ის კონცერნს. კი, Audi. ხო, თავიდან Volkswagen-ი, მერე Audi შემოიერთა, მერე Seat-ი შემოიერთა და მერე უკვე Skoda. Skoda ალბათ ყველას გეცნობათ ეს კონკრეტული, იმიტომ რომ ჩვენი ქართული პოლიცია მანქანით გადაადგილდება დღემდე მეგონი, ხო? კი ბატონო. სხვათა შორის თუ ვინიცობა ესეთი მოდელი თეთრი ვიშოვეთ, აუცილებლად ქართული პატრულის მანქანა გვეყოლება. გეგმაში მაგ. კი, გეგმაში გვაქვს. მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო, როგორც აი რატომღაც რას უკვირდები იცი, რომ აი მე-19 საუკუნის დასასრული და მე-20 საუკუნის დასაწყისი ავტომობილების აღზევების ხანათი ხო აი ავტოინდუსტრიაში აი რასაც ქვია ლეგენდები დაიბადნენ კი ეგ ამბავია ზუსტად რომელიც სამწუხაროდ დღეს აღარ არის ხო და სხვათა შორის არანაკლებ ლეგენდარული პიროვნება იყო ეს ემილ Skoda როგორც ყოველთვის გვარები არის ხოლმე კომპანიის სახელები კი რომელიც რო წარმოიდგინე 1839 წელს დაიბადა 18 ნოემბერს. ვა. ხო და თან დაიბადა პლზენში. არის ეგეთი ქალაქი რომელიც ამჟამად ჩეხეთის ტერიტორიაზეა, მაგრამ იმ პერიოდში 39 წელს წარმოიდგინე მე-19 საუკუნის 39 წელს იყო ავსტრიის ტერიტორიაზე. აჰა. გასაგები. ხო. და განათლებაც მანდ მიიღო, სკოლა დაამთავრა, მანდ. მერე უმაღლესი განათლება მიიღო ინგლისში. აჰა. სადაც
შეისწავლა ინჟინრის ავტოინჟინრის ავტო ზოგადად ინჟინრის სიტყვა ავტო მაშინ არ არსებობს ხო რაც ქვია რა იმიტომ რომ იყო მე-19 საუკუნის შუა პერიოდი წარმოიდგინე 1839 წლიდან 1860 წლამდე 66 წლამდე რა აი მაგ პერიოდს ვყვები მე განათლება რომ მიიღო მე ჩამოვიდა თავის სამშობლოში და ნუ მამამისის დახმარებით დაიწყო ქარხანაში მთავარ ინჟინრად სხვათა შორის უკაცრავად როგორც შპარგალკებს ვიყენებ ხო მუშაობას იწყებს თავარ ინჟინრად გრაფ ვინა ვალშტაინის მეტალურგიულ ქარხანაში და თან იმდენად ნიჭიერი გამოდგა რომ 3 წელიწადში ხო ნუ იქ ოჯახის დახმარებით მოხდა თუ ვისი დახმარებით ეგ ინფორმაცია არ გაგვაჩნია 3 წელიწადში ეგ ქარხანა შეისყიდა იმ ვიღაცა გრაფისგან რა და როგორი პიროვნება იყო იცი აი ძალიან წინდახედული იყო რა და იმხელა გათვლა გააკეთა რომ იქთან დაემთხვა ავსტრო-უნგრეთის ომი ეხლა გამახსენდა ეს ვიდეო იწერება როცა ნათლისღება არის და გილოცავ ხო მართლა გილოცავ ნათლისღებას ხო და მაგ პერიოდში ხო და უშვებდა იარაღის ნაწილებს. ანუ როგორ იცი იმის რა ქვია გემებზე ზარბაზნები რო აყენია. ხო, ვიცი. აი მაგ ზარბაზნებს აწარმოებდა და მაგ ჭურვებს. საინტერესოა. გაიგე? და პარალელურად აკეთებდა ლუდის დანადგარებს. ვაფშე იარაღის იარაღის ადლუდი. ხო, კაი ის არის შედარება. მაგარი. ხო, ნუ ბიზნესი იყო რა, ეგეთი. ეხლა რახან ავსტრია იყო იქ ომის პერიოდი რო დაემთხვა და რაღაცა იძულებული გახდა, იმიტომ რომ სახელმწიფო ავალებდა რომ იარაღი გამოეშვა. გამიგე? მაგრამ თავისი მიზანი რაც იყო იქ ლუდის ქარხნის აი ეს თვითონის დანადგარების, ქვაბების, ტრუბები და ეგეთი რაღაცა მაგებს ამზადებდა რა, რაშიც იხარშებოდა. ხო, რაშიც იხარშებოდა. ხო. ეს მანქანასთან ლუდის ხსენება ცოტა ისეთი თემა. ხო, არა, რითიც დაიწყო საერთოდ ბიზნესი, შკოდა მაგას ვიძახი მე რა. მერე კაროჩე იმას აქნა რა ქვია. ხო, თან ამ ლუდის დანადგარებს ყიდდა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის რუსეთშიც. აჰა. მერე აგერ ესე იგი 70-იან 80 წლებში, ხო? 80-იან წლებში. ხო, 1800-ზე ვიძახი რა. ხო, უშვებდა მაგებს. მერე 80-იან წლისთვის დაიწყო უმაღლესი ხარისხის ლითონის ჩამოსხმა. იმიტომ ეს მეტალურგიული ქარხანა ხო იყო. და ისევ და ისევ აი ეს ლინკორებისთვის გემი არის ეგეთი ლინკორი რა. მაგის ზარბაზნებს ამზადებდა, ცალკე ქვემეხებს ამზადებდა, ცალკე იმის მინამიოტს ეძახიან იმის ნაღმტყორცნი ქვია ქართულად მაგას. მაგებს ამზადებდა და ასე შემდეგ რა. მერე 1900 წელს გარდაიცვალა შკოდა. ბანკარი მაცალე რა. ხო, მაგრამ ქარხნები ხო დარჩა, სახელი შკოდა ხო დარჩა. და როგორ იცი რომ მაგ პერიოდში ხო აი საკმაოდ დიდი მთელი კონცერნი ქონდა ჩამოყალიბებული რა. ეხლა ნახე, პარალელურად რა ხდება. იყო ვინმე ვაცლავ კლემენი. ეგეთი პიროვნება, რომელიც წიგნებს ყიდდა. აჰა. გაიგე? ნუ ფულს შოულობდა რა, ბიზნესი ქონა, თავისი წიგნებსა ყიდდა. და რაღაც გერმანული კომპანიისგან იყიდა ველოსიპედი, რომელიც წამდაუწმ უფუჭდებოდა, ადგა და უჩივლა.
რატო გააკეთეთ? ხო მიწერა რა კომპანიას რომ რა არისო რომ ესეთ უხარისხო ველოსიპედებს უშვებ თუ რაღაცაო და იმათმა როგორც ის შეურაცხყოფილი წერილი გამოუგზავნეს უკან რომ ისაო გერმანულ ენაზე მოგწერეო. არ ვიცი თუ ხო. ვერ გავიგეთ. ხო. ესეც ადგა გაბრაზდა და ჩამოაყალიბა თავის კომპანია, შემოიერთა ვინმე ვაცლავ ლაურელი გამიგია. ხო. რომლებმაც დაიწყეს ველოსიპედების წარმოება. და ეს ყველაფერი ხდება 1894 წელს. ერთი წუთი. ლოურელი ახსენე, ხო? ხო. ნისანს იცი რომ ლოურელი ყავს. ანუ მოდელია იგითი. ხო, არ და შეიძლება კავშირში იყოს. არ ვიცი, ხა მაგდენს ნამდვილად. მაგით უმეცნობარი. ხო. ეს ყველაფერი ხდებოდა 1894 წელს, რომ შექმნეს ეს კომპანია რა და კომპანიასთან დაარქვეს ლოურელი და კლემენი. ეგრე ერქვა კომპანიას რა. დააპატენტეს ის ველოსიპედი და 1895 წლიდან ჩაუშვეს წარმოებაში. და საკმაოდ ხარისხიან ველოსიპედებს უშვებდნენ. მერე უკვე 1899 წელს უკვე თავიანთი ხოთან ნაკირავებ ცეხში ამზადებდნენ ამ ყველაფერს, გაიგე? 1899 წელს უკვე თავიანთი ის ქარხანა იყიდეს. გაიგე? და უკვე თავიანთ ქარხანაში დაიწყეს უკვე მოტოციკლეტების გამოშვება. მოტოციკლეტები. ხო. თან 1901 წელს შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა და მოიგეს. იმ მოტოციკლეტებით რა. მერე კაროჩე 1905 წელს გამოუშვეს თავიანთი პირველი ავტომობილი. მაგათ მაგ დროისთვის შეიძლება. ხო. პირველი ავტომობილი, რომელსაც ერქვა უცრავად ახლა ვეგეთქვით. ხო, ისა სანამ მანქანას გამოუშვებდნენ უკაცრავად სახელმწიფომ შეუკვეთა სამბორბლიანი მოტოციკლეტები ფოსტისთვის. ხო. რომელიც უფრო ის იყო რა. მაკედან მოდის ფოსტის მოტოციკლეტები ხო. უშვებდნენ მაგ მოტოციკლებს. ხო და 1905 წელს პირველი ავტომობილი სახელად ბატიურედ A. აი ეგეთი უცნაური სახელი დაარქვეს რა. სავარაუდოდ ეგ ის თემა იქნებოდა აი მერსედესმა რომ პირველი ეტლს რო გავს რა. დიზაინი ხო, ნუ დაახლოებით ეგეთი დიზაინი. ეტლს რო გავს არა. უფრო მერე აი მოდელ ტერო გამოვიდა. ხო, ეგეც ეტლს აი და ხო, დაახლოებით ეგეთი ფორმებისა იყო რა ეგ მანქანა. მაგას შეგევალება რომ ამოანათო თუ იპოვე. თუ გავბრაზდი არა მოვანა. ხო. მოკლედ მერე ნუ 1918 წლამდე კიდე რამოდენიმე მოდელი გამოუშვეს, მაგრამ ყველაზე ცნობილი იყო ეგ. ხო. ეგ პირველი რაღაც ვერ დავიმახსოვრე. ბატიურედ A. ხო. პირველი ავტომობილი. 1918 წელს უკვე იქ რევოლუციები მთელი ამბები და შეიქმნა ქვეყანა ჩეხოსლოვაკია. ხო. ჩეხეთი. ანუ ჩეხეთი. ჩეხოსლოვაკია უკვე კომუნისტების დროს დაერქვა, თორე ჩეხეთი. ჩეხეთი ქვია ეს. ხო, ჩეხეთი შეიქმნა ქვეყანა და ის ქალაქიც ხო, სადაც დაიბადა უკვე ჩეხეთის ტერიტორიაზე გადმოიტანეს რა. გადმოიტანეს რა. ხო, საზღვრები რო იმას აქვთ და დაკანონდა კაგრას ჩეხეთის ტერიტორიაზე მოხდა ეგ ქალაქი რა. მოკლედ მაგ პერიოდში ზუსტად 1918 წლიდან 1925 წლამდე უკვე კრიზისიც რო დაიწყო ეს დამოუკიდებლობა როგორც ხდება ხოლმე სანამ ქვეყანა წამოიწევა და რაღაცა მაგ კრიზისში მოყვა რა ეს კომპანია ამათი ეს ლაურელი და ისა და კლემენსი ხო და იძულებულები გახდნენ მოეძებნათ პარტნიორი კომპანია და აგერ შკოდა იპოვეს შეუერთდნენ შკოდას და იგივე მანქანებს აწარმოებდნენ პარალელურად შკოდა ისევ და ისევ სხვათა შორის ტანკებს აწარმოებდა ვა ეგ არ ვიცი
კი, და სხვათა შორის ერთ რაღაცას ვიტყვი რა. დარწაშალო. World of Tanks რო არის თამაში. აი მანდ არის გაგრა შკოდას ისა განხრა. არა, მაგას არ ხო, ტანკებისა. და შეგიძლიათ მანდ ნახოთ რა ტანკები გამოდიოდა რა. მაგას არ წავშ. ხო. ეგ უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს. ხო, მეორე მსოფლიო ომის დროს. ესე იგი მე ხო თან დაემთხვა უკვე ეს მეორე მსოფლიო ომი, მე კომუნისტებმა დაიპყრეს ეგრეთ წოდებული, ეგრე ვთქვათ. და შეიქმნა ჩეხოსლოვაკია. ხო, რადგან თამაში ახსენი. ხო. ეხლა ვიტყვი ერთ რაღაცას. ჩემი ასაკის ადამიანებს გემახსოვრებათ, რომ ვინც ჩემზე პატარები არიან, შეიძლება არ იციან. ქართული თამაში გვაქვს ჩვენ, ქართული პოლიცია. სადაც ეს მანქანაც არის, კი ბატონო. შეგიძლიათ მაგასაც გავხსინჯოთ გემო ორი თამაშია სულ. კი ბატონო. ხო, და სიტყვა ოქტავია მანამდე არ ფიგურირებს, მაგიტომ არ ვახსენებ ამ სიტყვას და ამ მანქანის სახელს. 42 მსოფლიო ომის მერე უკვე პოსტსაბჭოური ქვეყანა რო გახდა, ანუ ჩეხეთის მაგივრად ჩეხოსლოვაკია რო დაერქვა ქვეყანას, ხო? ხო. მაგ დროს ქარხნები იმას აქნეს, რა ქვია, მოდერნიზირება გაუკეთეს და ელმაოლებს უშვებდნენ. ვა. და სხვათა შორის საკმაოდ სერიოზულ და ხარისხიან ელმაოლებს უშვებდნენ. და ამარაგებდნენ რუსეთის რესპუბლიკებს და პოსტსაბჭოურ ქვეყნებს რა. ნუ მერე უკვე 89 წელს რო ჩამოიშალა კომუნისტური პარტია აგერ ჩვენს დიდ რუსეთში და საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, ჩეხეთი ისევ ჩეხეთად გახდა. ხო, როგორ შეხა? ხო, ისევ და ისევ კრიზისი, ისევ ფეხზე წამოდგომის თემა და ვინ და თუ არა Volkswagen-ი. და შეისყიდა მაგ დროს. შეისყიდა Volkswagen-მა. და პირველი Škoda Octavia არა, კომუნისტების დროს გაკეთდა, პირველი Škoda Octavia გამოვიდა 1956 წელს. ვა. თუ არ ვცდები, მე მგონი 53-ში, ან 56. ნუ აი მაგ პერიოდში გამოვიდა რა. დავწერე რა. მაგ პერიოდში შეიქმნა პირველი Škoda. ხო. Octavia. და მერე უკვე ხო ეს Volkswagen-მა რო შეიწყიდა. ნუ რა თქმა უნდა, ქარხანა მოდერნიზირება განიცა საკმაოდ სერიოზული. ხო, გააკეთებდნენ, გაიხდნენ. და უკვე აი მართლაც რო მაგარი განადგარებით რა. ხო, სერიოზული მანქანები გამოუშვეს. აგერ ერთ-ერთი აგერ გვიდგას წინ. კი, მაგარი მანქანა. იმდენად ხარისხიანია, საერთოდ Volkswagen-ის მანქანები ხარისხიანი მანქანები იყო. ხო, ეგრე ამბობენ. ხო. აგერ ხომ მყავდა მე სამსახურის მანქანა. ხო, მაგრამ და ვირივით ხმარობდი მაგ მანქანას და უკვდავი იყო რა. ხო, თან ჩაიძირა და მაინც მუშაობდა. ხო, თან დაიხჭო ჩემი მანქანა და მაინც მუშაობდა. ტრაგედია თუ გახსოვს 2015 წელს რომ მოხდა 14-ში. არა, 13-ში. 13-ში არ მახსოვს მე. ხო, ის ვერეს ხეობა რო დაიტყო. აი, ეს ზოოპარკი და რამე. ხო, მაგ დროს ჩაგვეძირა ჩვენს რამოდენიმე მანქანა რა. და ერთ-ერთი ეგ იყო. ერთ-ერთი ჩემი მანქანა. რადიო გაუფუჭდა თუ რაღაცა. ხო, რადიო მაურია, ხო. თორ დანარჩენი მანქანას არაფერი არ მოუვიდა. ამაზე ეს ხო, თან კვირა დღე იყო დამირეკეს გამომიძა, თან 13 ივნისი იყო მაგ. 13 ივნისის ტრაგედია. ხო. ხო და როგორ ხო კვირა დღეს რო გამოგიძახებენ სამსახურში როცა რო ისვენ. ეს მანქანა. ხო, ნუ მოკლედ დაუბრუნდეთ. ხო, ესენი წყვავდა. ხალხად? კი, ესენი ყავდა თან შავები. არ მახსოვს მე. Škoda Octavia. კაგრას ჩემ მანქანამ რო აურია, დავწერე. დროებით დავდიოდი ამ შავი Škodით. კაი ჩვენი უსაფრთხოების მანქანები. კაი სატარებელი იყო.
ჩვეულებრივი Volkswagen-ია იგი. ანუ განსხვავება არ არის. ოღონდ შედარებით უფრო ძლიერი მოტორი ჰქონდა და ნუ რაღაც განსხვავებები ჰქონდა. უფრო კაი იყო. და უფრო ხარისხიანი იყო სხვადასხვა Volkswagen-თან შედარებით. გაგიკვირდება და ყველა არ აირჩევდა პოლიცია თუილა არ აირჩევდა სხვათა შორის ამ მანქანებს, მით უმეტეს რომ Volkswagen-ებიც ყავდათ. ყავდათ. ჯეტები. კაი, ჯეტას გადასხვანაი გაჩეხურებული არის ეგრე. უფრო არის კაი ვარიანტი. ხო. ეს კლასის თემაშია დაახლოებით. არა, ეს კლასის თემაში არ არის, მაგრამ ნუ უფრო კაი ვარიანტია რა. ხო. ცა Volkswagen-ის ეს კლასის თემა არის ფაეტონი. არა, Škodas არ ეს კლასს ვამბობ, რომ ვითომ ყველაზე მაგარია თქო რა. ხო. მოკლედ აი ესეთი ისტორია არის ამ Škodasთან დაკავშირებით. ხო, პლუს მაგასთან ერთად ტროლეიბუსებისაც უშვებდა, რომელიც რომ აგერ თბილისში დადიოდა 90-იანებში ტროლეიბუსები, კი ბატონო. 90-იანების ბოლო 2000 ისე რაღაცა უნდა თქვა, არ მეგონა ეგეთი მაგარი ისტორიაც უყურე. კი, სხვათა შორის საინტერესო ისტორია აქვს, იმიტომ რომ წარმოიდგინე სად ლუდი, სად ისა რა ქვია, გემების ის ხო, წისქვილის იმებსაც დანადგარებსაც ამზადებდა. ხორბალს რო პყავენ და სიმინდა ეგეთ. წისქვილი რაღაც ვაშია. მაგეებსაც ამზადებდა. ვა. თავიდან ვაფშე სუმაგითი დაიწყო. წისქვილის ქვების დანაიცა. აი ეს ლითონის მექანიზმები რაც აქონდა, ხო, იმეებს ასხავდა. ვა. მე ეს ლუდისისა დანადგარება. ვიდეოში ცურამ თქვა, წერანაც თქვი აუძგავს მაგრად. კი, აუძგავს. კი ბატონო. კონკრეტულად A6-ის კუზავს 2006 წლიანის. ხო. ხო რა. უბრალოდ სხვა ფარები აქვს. ხო. და წვირია განსხვავებული. ხო. მორჩეთ. კი, მორჩეთ. მოკლედ აი ესეთი ხო, ლოგოს ისტორიას რაც შეეხება, ხო? ეგ ვერ მოვიძიე, ვინ მოიფიქრა, რატომ მოიფიქრა, დაჟე პერიოდიც ხო 1923-დან 25 წლამდე მერყეობს. აი როდი შეიქმნა ეგ ვერ მივხვდი. ერთი ისტორია გამახსენდა ლოგოსთან დაკავშირებით. ხო, თან რა შუაშია ჩეხეთი, ავსტრია და ინდიელები. არ ვიცი. ხო, ლოგოსთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი ისტორია რა. სოფელში ვიკავით. ხო. და მოხდა ავარია რა. ჩვენ კარებთან და მანქანას არაფერი არ ჭირდა. Škodas მარტო ლოგო მოძრა და ის ლოგო დარჩა რა. ხო. ეხლა გამახსენდა უს. ხო და მაგ ლოგოს რო შეხედე რა, ის არის, რომელიც მიფრინავს თუ რაღაცა და რაღაცა ინდიელის იმას გავს. ხო და რა კავშირი აქვს? აი ეგ ვერ მოვიძიე სიმართლე თქვა რა. კაი დავამთავრეთ. რავი, იმედია მოგეწონათ ჩემი მონაყოლი. ხო, სულ მოვიწყდება ხოლმე დასაწყისში, მაგრამ 10,000-ზე უნდა აგვიყვანოთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მანქანა არის გეგმაში. ერთი რო მასშტაბში რა. ხო, ნუ ამებზე ბევრად მაგარი მანქანებია. რაც მანქანები არა, მანქანა უბრალოდ. კი ბატონო. ბევრად მაგარი, ნამდვილად. აბა ეხლა დაგემშვიდობები და ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და კომენტარება, გაზიარება არ დაგაუწევთ. კარგად. შემდეგ ვიდეომდე. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice.